როგორი ადამიანებია საერთოდ კომფორტული? ადამიანები, რომლებსაც საკუთარი თავის მენეჯმენტი შეუძლიათ, საკუთარ თავს იცნობენ და შეუძლიათ საკუთარი თავის მენეჯმენტი. მაგალითად, აქვთ დისციპლინა. მაგალითად, იცნობენ საკუთარ თავს და იციან, რატომ არიან შენთან, რატომ არიან შენი მეგობრები, რატომ არიან შენი ახლობლები თუ კოლეგები თუ ბიზნეს პარტნიორები და ასე შემდეგ. ზუსტად იციან ეს ყველაფერი და იციან, რომ როდესაც შენთან არიან, მაშინ მთელი ეს დრო და ძალისხმევა და ყველაფერი უნდა დაგითმონ. და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყვნენ გადართული სხვა რაღაცებზე. აი წერან რო ამბობდი მაგალითად, რომ ადამიანს რო ველაპარაკებიო და მხოლოდ 20% აღწევს მის ყურამდე თუ ტვინამდე თუ რაღაც. ეგეთი მომენტი არ უნდა გქონდეს რა. მე ძირითადად ხვდებიან ადამიანები, რომლებისგანაც ხმაური მოდის და რომლებამდეც ხმაური მიდის. და ხვდებიან იშვიათად, უიშვიათესად ადამიანები, ვისგანაც მოდის სიგნალი და შენგანაც მიდის სიგნალი იმ ადამიანს. ხმაური მოდის იმ მხრივ, რომ იმ ადამიანს შინაგანი სამყარო, თავისი აზრები, თავისი ემოციები არაფერი არ აქვს დალაგებული და შესაბამისად შენზე გადმოაქვს. იმ ადამიანს რო არ შეუძლია საკუთარი თავის მართვა, რითაც დავიწყე, მაშინ მისი პრობლემები, მისი მავნეჩვევები, მისი გამოწვევები, მისი რაღაცა, არ ვიცი, შეცდომები, ფეილები, ყველაფერი გადმოდის შენზე. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხო ჩვევებში აქვს.